გამარჯობათ, თქვენ უსმენთ ჩოხატაურის ხმას, გამდა ცინცაძესთან ერთად. მოგესალმებით, ეს არის ჩოხატაურის სათემო რადიო და მე თამთა ცინცაძე ვარ. ლექსი ეს არის სიტყვა, რომელიც გრძნობად იქცევა, ხოლო როცა ლექსს მუსიკა ემატება, ეს უკვე სხვანაირად იწყებს უნთქვას. დღეს ჩვენ გადაცემაში სტუმრად არის გურული პოეტი მამუკა უნგიაძე. მოგესალმებით, ბატონო მამუკა. მოგესალმებით. ჩვენს მსმენელს გააჩნოთ თქვენი თავი და მოგვიყვეთ თქვენ შესახებ. დავიბადე და გავიზარდე გურია, ასევე ჩოხატაურის რაიონიდან ვარ. სოფელი ერთ-ერთი დავიბადე 1975 წელს. ლექსების დაწერა ბავშვობიდან დავიწყე დაახლოებით 9 წლის ასაკიდან და მას შემდეგ თანდათან დავხვეწე და აღარ შემიწყვეტია. ლექსი ჩემი სული და გულია, ჩემი სიცოცხლეა, ჩემი გულიდან ამომავალია. ჭერ რაც გულით და სულით გამისწია. ძირითადად ყველაულ თემაზე, გურიაზე, ჩოხატაურზე, ჩემ მშობლიურ ერკეთზე, ასევე ნებისმიერ თემაზე. ბატონო მამუკა, თუ შეგიძლიათ, რომ გაიხსენოთ რასთან დაკავშირებით დაწერეთ, რა მოგცათ მუზა პირველად? თავდაპირველად ლექსის ვიყავი, უცებ მომივიდა თავში აზრად გაზეთით ფურცელზე დავწერე, ლექსი ეძღვნებოდა საქართველოს, ასევე დავით აღმაშენებელზე და თამარ მეფეზე დავწერე ჩემი პირველი ლექსი, მაგრამ სამწუხაროდ უნდოვნად მახსოვს რამდენიმე მეტი მხოლოდ შინაარსი მახსოვს მხოლოდ. როგორ მოხდა თქვენ ლექსზე სიმღერის შექმნა? ვის გაუჩნდა ეს იდეა, საიდან მოვიდა? ასე ვთქვათ, Facebook-ის მეგობრებში მყავს კომპოზიტორები, მომღერლები და მათ მოეწონათ ჩემი ლექსი და შემომთავაზეს სიმღერის აჟღერება, ასეთ სიამოვნებით დავთანხმდი. ჩაპირულად მოისმინეთ თქვენი ლექსი სიმღერის ფორმით, რა განცდა ჰქონდათ, თუ შეიძლება ამაზე რო გვესაუბროთ? ეს იყო თითქოს სიცოცხლის პირველი წუთები განვიცადე, ეს იყო ჩემი პოეტური აღმაფრენა, ზენიტი, სულსა და გულს უყარია, ნებისმიერ პოეტს თავისი ლექსის სიმღერად აჟღერება. ჩემი პირველი ლექსი ეძღვნებოდა ჩოხატაურს და აჟღერდა ჩოხატაურზე. ძალიან გამახარა და დღემდე მიხარია. იცვლება თუ არა ტექსტის აღქმა, მას მუსიკა ემატება, ანუ როცა ლექსსაც ითქმის, უკვე სხვანაირია თუ როცა ემატება მას მუსიკა, უკვე სხვანაირი ხდება. თქვენი გადმოსახედიდან. ლექსი სიმღერად იმღერება, თითქოს ფრთები ესხმება და ცაში იწყებს ფრენას. ძალიან ზეაღმატებული განცდა პოეტური სულის აღმაფრენა. რამდენად რთულია, ბატონო მამუკა, პოეტისათვის ლექსის დათმობა, თუ შეიძლება ეს უწოდოთ? დიახ, მე ასე ვიტყოდი, რომ არ არსებობს ყოფილი პოეტი. პოეტი ყოველთვის წერდა, ვერასოდეს ვერ ელემება და ვერ ივიწყებს პოეზიას. წერს გამოძრთელი დღე და ღამე, ნებისმიერ წუთს. პოეტი ვერ ძლევს ლექსის გარეშე. შეიძლება ითქვას, პოეტი ლექსით არის მოწამლული და ვერასოდეს განეკურნება მისგან ჭეშმარიტი პოეტი. პოეტი მუდამ წერს. დიახ, გასაგებია. ხშირად გაქვთ ხოლმე თანამშრომლობა კომპოზიტორებთან თუ რამდენიმე ლექსი გაქვთ მხოლოდ მათთვის მიცემული? დაახლოებით 7-მდე ლექსი არის ჩემი სიმღერად აჟღერებული. ორი კომპოზიტორთან მაქვს მეგობრული ურთიერთობა და ისინი აჟღერებენ ხოლმე ჩემს ლექსებს სიმღერად. ძალიან სასიამოვნოა. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის? კითხველი შეფასება თუ მსმენელის ემოცია? ალბათ ორივე, ასე ვიტყოდი, მსმენელის ემოციებს და კითხველის შეფასებას თანაბრად. კითხველი თავარია პოეტისათვის. კითხველის გარეშე პოეტი არაფერს არ წარმოადგენს. ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა, როცა მსმენელმა თქვენი ლექსი საკუთარი ისტორიით გააცოცხლა? დიახ, ყოფილა. რამდენიმე იყო ასეთი შემთხვევა. ყველაფერს ძალიან მახარებს ჩემი ლექსის სიმღერად აჟღერება. ან განსაკუთრებით როცა მას ბავშვები ახმოვანებენ ეს იქნება ლექსი თუ სახუმარო პოსტი გურიაზე. ეს ძალიან სასიამოვნოა, როცა ბავშვები აცოცხლებენ ჩემს შემოქმედებას. ეს პოეტს ყველაზე მეტად უხარია ჩემი აზრით. ბატონო მამუკა, გეგმავთ თუ არა მომავალში სპეციალურად სიმღერებისთვის ტექსტის დაწერას? კი, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ბრალ ვარ ნებისმიერ კომპოზიტორს დავწერე და გადავწერე ჩემი ლექსი. რა თქმა უნდა, თუ მოეწონება წერ ნებისმიერ თემაზე. თუ შეიძლება თქვენი ყველაზე საყვარელი ლექსი რო წაგვიკითხოთ? წაგიკითხავთ ერთ ლექსს, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს და სათავდად ქვია ჩემს ერთ-ერთ კრებულს ფრთები. სიამოვნებით გისმენთ. ერთი დღითაც კი რომ მომცა ფრთები, სისი ლაჟვარდეს ვიხილავ თვითონ. ერთი წუთითაც არ დავფიქრდები, თეთრი ღრუბლები უნდა დავფლითო. მეც არწივივით გადავევლები,
ჯიხთა საბუდარ ქარაფ ჭიუხებს თვითონ გრიგალსაც არ დავნებდები და ვნახოთ მერე როგორ მიმოხთლებს სისხლის კარებსაც კი შევასკდები ზე უნდა ვნახო ასე დიდგულა კავკასიონის ვიხილო მთები ზეცა თავისად რომ დაიგულა დედამიწასაც კი გადავხედავ არ მინდა ისევ ახლოს მივიდე და ვაგრძნობნებ რომ ფრენავს ბედავ რომ წერტილია მისი სიდიდე ზღვას გადაუფრენ მთების ფართხალით და ტალღასავით მეც ავზვირთები გადავკიჟინებ არ ვარ დამცხალი უზირო ზღვაო სულან მჭირდები ცოცხლეს საიდან მოდის ან სილამაზე სად მიდის მერე გავიგებ ძნელი რა თქვია ლოდინს აღარ დაუსტი თუ დავაჯერე მერე სიკვდილსაც კი შევასკდები ქათქათა ფრთები გამიძლებს თვითონ თითქითაც კი რომ მომცა ფრთები ციცი ლაჟვარდეს ვიხილავ თვითონ ძალიან დიდი მადლობა არაფერს გაიხარეთ რა არის თქვენი მთავარი შემოქმედებითი სურვილი გამოცემული მაქვს ჩემი ლექსების 3 კრებული სხვადასხვა ტომი და კიდევ მინდა გამოვცე სიამოვნებით გამოვცემდი რამდენიმე კრებულს ეს პოეტისათვის სიცოცხლის მომნიჭებელი და სულის თამბერავია ყოველი ახალი კრებულის გამოსვლა პოეტისთვის ახლა დაბადებას ნიშნავს. კი ნამდვილად მასია და აუცილებლად საზოგადოებამ უნდა იხილოს ესეთი ნიჭიერი ადამიანი რო გყავს ჩვენ გურიაში. არაერთი შემოგეცემა სპონსორის მოძიება ასევე. რას ეტყოდით ახალგაზრდებს, რომლებიც წერენ, მაგრამ ვერ ბედავენ საკუთარი ტექსტის სხვისთვის გაზიარებას. დიახ, ახალგაზრდა დამწყე პოეტებს ვეტყოდი რომ თავიანთი ნაშრომი ყოველთვის ზეღულზე უნდა გამოამზერონ და არ დასხვეთ მას. But თავის ლექსების კითხველის გულამდე მიტანა. თავიდან ყველაფერი თულადაა, მაგრამ შემდეგ ძალიან ადვილია. ასე ვთქვათ, მუზა ცაში კი არა, თავში არა, თავისით მოდის. ეს უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტი ჰყავს საქართველოს. მე აღსთოვანებული ვარ მათი შედევრებით. თავსა ლექსებს წერენ, ნამდვილ შედევრებს ქმნიან ისინი და მოხიბლული ვარ. ხშირად მithქვამს, რომ მათზე უფრო მე ჩემ ლექსებზე უფრო მათი ლექსები მიყვარს და მიხარია. პოეტის მეგობარია ჩემი აზრით. ასე რომ მათ უნდა წერონ, აუცილებლად უნდა წერონ. როცა დაწერენ, ასე გონიათ, ლოდი მოიხსნათ გულზე, მესაც ევარ. ასეა პოეტი როცა წერს, გონია უზარმაზარი ლოდი მოიხსნა გულიდან და ამოისუნთქებს ხოლმე შემდეგი განუმეორებელ სრულებას იგრძნობს. აი ეს არის ჭეშმარიტი პოეზია ჩემი აზრით. კი, აუცილებლად გეთანხმებით. თუ შეიძლება ერთი ისეთი ლექსი რო წაგვიკითხოთ ჩვენს მსმენელს, რომელიც ჩოხატაურს და გურიას ეძღვნება ან საქართველოს. და ამით დავამთავროთ. დიახ, რა თქმა უნდა, გურიაზე ძალიან ბევრი ლექსი მაქვს, ათობით ლექსი მაქვს გურიაზე მიზღვნილი. წაგიკითხავს ჩოხატაური. ჩოხატაური, ჩემი ლამაზი ჩოხატაური. დიახ, ისმენთ. აჩქრიალდება სისხლის დარღვევში. გული გაწდება გვერდს ვერ ჩაული სიცოცხლეს სიგრძნობ ამ სამოთხეში ჩემი ლამაზი ჩოხატაური დილით როდესაც ინტრედის სფერებს შემოვარდება როცა რიჟდაჟი სუფსა ხმაურით მოაფრქვევს გერებს ზოგჯერ მშვიდი და ზოგჯერ გიჟმაჟი ზე გადმოდგება მზე საოცარი და არ შეკვებს სხივებს ლიბლივით პატეს სამოთხე დასალოცავი ჩოხატაური იგვიზებს დილით ქარი რიტმულად არ შეკვებს ჭადრებს ქარი თავნება, ქარი დიდგულა, ლამის მიწას თას გაუთანაბრდეს, ლამის ზეცაზე ხედი მიბმულა და იასავით გადალურდება, ხელის გულივით მიწას დახურებს, ბურთივით რომ გადაბრუნდება, პეპრის თვალებს აფახულებს, ხარის ტალღა ფილტვებს ასყდება, ასე მგონია შემესხა ფრთები, ღამით ვასკვლავი ლამის გასყდება, ნაღვერდალივით ვით ნაპერწკლები, ლამის ხელებით დაიჭერთ მთვარეს, ისი ახლოა, როგორც ზმანება, ღამე გიშლისდეს, იღიშუშებს თვალებს, ღამე ჯიუტი და უკარება, ჩოხატაური შენ ახლა ნახე, ძალამაზია, როგორც ზღაპარი, გაზაფხულივით იცვალა სახე, ისი ანათებს, როგორც ლამპარი, აგიცროლება სისხლის დარღვევში, გული გასდება გვერდს ვერ ჩაული, სიცოცხლეს სიგრძნობ ამ სამოთხეში, ჩემი ლამაზი ჩოხატაური. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მამუკა, მიაუცილებლად ჩვენს მსმენელსაც თქვენს ლექსებზე შექმნილ სიმღერებსაც დაუტოვებ მოსასმენად. ძალიან მიხარია ესეთი ნიჭიერი ადამიანები, რომ არსებობენ და ცხოვრობენ ჩვენს საქართველოში და ჩვენს რაიონში. წარმატებებს გისურვებ. მადლობა დიდი გაიხარეთ, ასევე მადლობა თქვენ და უღმესი მადლობა ყურადღებისთვის. ჩოხატაური და გურია ჩემი სიცოცხლეა, ჩემი საქართველო. Erketi main svana iria
სხვაგან სად ვნახავ იმცას და იმზეს აუ იმ გზაზე რაც მე მივლია იქედან ჩემი ბავშვობა მიმზეს სიცოცხლესავით ვერ შეველები ერკეთს ვახსოვდე ყველას მეც მინდა იქ გურამიეს გორზე შევდგები მიწას ვუცქერი თითქოს ზეციდან ერკეთში სიცოცხლე რამადლია მოგიზგიზე სანთელი ვიდუნდა ენთო გვაჩუქეს და განაკი არ გვამადლია მადლობა რომ მომავლინე ქვეყნად ღმერთო ვინ ვარ რა სიკეთე გამაჩნია დარწმენა რომ ამრწმენით დავიკვეხნო დროზე მეტად მესული მის მეშილია და უნახავ სანთლად რომ არ tu dasana khadarantia masvenavin daina khafsi sekreba drotan mogdes nabijebs rom medzakhyan kargi kvali arasоდეს არიშლება აბა ვინ ვარ რა სიკეთე გამაჩნია დარწმენა რომ ამრწმენით დავიკვეხნო დროზე მეტად მესული მის მეშილია რომ არ დავიტერფო სიკეთე გამაჩნია დარწმენა რომ ამრწმენით